მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელი, მე ვარ შალვა რამიშვილი. თქვენ უყურებთ გადაცემას სუბიექტური აზრი. დღეს ჩვენთან ერთად არ არის სამსახურეობრივი მიზეზების გამო ნათია მიქიაშვილი. მოგიწერთ ჩემი ატანა. მე გამაზავებს დღეს ძალიან პატივსაცემი კაცი, ბატონი სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი. არ მიყვარს ესეთი რეგალია, იმიტომ რომ მომრავლდნენ ექსპერტები. ჭკვიანი კაცი რო დაგიძახოთ, ხო არ გეწყებათ. ჩემთვის სრულიად საკმარისია წოდება საქართველოს მოქალაქე. საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე, ბატონი სოსო ცისკარიშვილი. საქართველოს მოქალაქეობა სულ უფრო ძნელად შესანარჩუნებელი წოდებაა. კი. და ვიდრე საურთმევიათ ერთმანეთი მოიხსენიოთ საქართველოს. კი ბატონო, საქართველოს მოქალაქე, ჯერჯერობით საქართველოს მოქალაქე. შალვა რამიშვილი წარუძღება ამ გადაცემა და ჯერჯერობით საქართველოს ჯერჯერობით მოქალაქე სოსო ცისკარიშვილი პასუხობს მის შეკითხვებს. დღეს ჩვენ რა თქმა უნდა უნებრივია ვილაპარაკებთ პრესკონფერენციაზე, რომელიც მისცა ბიძინა ივანიშვილმა. ეს არის დღის მთავარი თემა. დავიწყოთ იქიდან, რომ ხელისუფლებამ პირველ არხს მე ამ კონტექსტში განვიხილავ მხოლოდ ჩემდა გასაკვირვად 40 წუთის შემდეგ პრესკონფერენციის დაწყებიდან 40 წუთის შემდეგ არ გათიშა ეთერი და საათი და 20 წუთი ივანიშვილს ჰქონდა საშუალება რომ ელაპარაკა. რატომ მოხდა ეს? რასაკვირველია, შევამჩნიე ეს ფაქტი და მე დამჩა შტაბეჭდილება რომ მიუხედავად იმისა, რომ უკვე მთელი რაზმი ესე იგი წინასწარ მომზადებული ჟურნალისტებისა და მთელი სპექტრი სახელისუფლებო მედიის უკვე გამოსული იყო თავისი შეკითხვებით, ამაზე შემდეგ მაინც გრძელდებოდა გადაცემა. ჩემის აზრით ეს იყო გამოწვეული უკიდეგანო ინტერესით ამ პრესკონფერენციის მიმართ უმაღლესი თანამდებობის პირებისა, რომლებიც სააკაშვილის ალბათ, იმიტომ რომ ისწვეთს ახლა. ისწვეთდა, როდის გააჩერდებოდა პირდაპირ ეთერი. და ის ელოდებოდა რა მოხდებოდა, რით დამთავრდებოდა ყველაფერი. ამავე დროს უნდათ პირველებს ქონოდათ ეს ინფორმაცია, ჩემი სუბიექტური აზრით ბიძინა ივანიშვილმა მოიგო. მას არ წაუგია, მან მოიგო. შეუძლებელია სააკაშვილის გარემოცვაში ეს არ შემჩნია ვინმეს. შესაბამისად მე ვთვლი რომ მათთვის უფრო გონივრული იქნებოდა 40 წუთის შემდეგ გაეთიშათ ეთერი. სცენარი თლად ისე არ წარიმართა როგორც ჩანს, როგორც ჩაფიქრებული იყო, თუმცა პირველი ნახევარსაათიანი შეტევა, რაც განხორციელდა, ძალიან მკაფიო ტაქტიკურ ტექნიკური ილეთებით. გამახსენდა ჩემი ახალგაზრდობა, როცა საშუალო ნოემბრო დემონსტრაციების წინ მარშიროვკებზე გვატარებდნენ და გვამზადებდნენ ვის რა დაგვიძახა და როდის. არა, პარტიული შეხედვით. მომკავშირის და პარტიის წევრი? პარტიის წევრი ვიყავი დაპარი და ვრემენი რო იტყვიან. ნუ ყველანი ვიყავით დაპარი და ვრემენი. ვიდრე ამიტანეს იმ დრომდე. მეც სააკაშვილთან ვიყავი დაპარი და ვრემენი ზუსტად მაგით. ხო და ვიდრე ამიტანეს. ხო და სწორედ აი ესეთი საშინაო დავალების კაფიო აღქმა იყო, რასაც ხედავდით. თავარი ილეთი იყო, რომ მიკროფონი უნდა დაესაკუთრებინათ და ჩაებღუჯათ. კითხვის დასმით არ უნდა შემოფარგულიყვნენ, უნდა შესულიყვნენ დისკუსიაში და ყოველი მის სიტყვის მიმართ მიუღებლობა დაემტკიცებინათ გარემოს. თუმცა მხოლოდ სახელმწიფო მედიაზე იმოქმედა უარყოფითად, იმიტომ რომ ხალხს აინტერესებდა პასუხები კონკრეტულ კითხვებზე და არა დისკუსია ჟურნალისტთან. არა, ნუ უნიჭოდ იყო ყველაფერი მომზადებული, მაგრამ მე პირადად მართლა შემეცოდა ახალგაზრდა ჟურნალისტი ლიკა ბერაია, ჯერ ერთ-ერთი იმიტომ რომ მას პროფესიულ ინტერესებზე მეტად, როგორც ჩანს, შიში ამოძრავებდა შეუსრულებელი დავალებით, რადგან მას დაუცდა ხელი და ვერ მოასწრო მიკროფონის ჩაბღუჯვა. და როგორც ჩანს იცოდა რომ შეიძლება ამისთვის მართლა წაართვან საქართველოს მოქალაქეობა. ან მიკროფონი ხო იმედის ლოგოთი უკვე. რასაკვირველია. და ასეთი, ესე იგი, დიდი ვალდებულების დამღა ეს ვათ აშკარად კითხვის დამსმელებს, რომლებიც ან კითხვა უნდა იყოს ნიჭიერი, ან რაიმე სიახლე ან უნდა იყოს ნიჭიერად დადგმული პროვოკაცია. მაგალითად, მე იქ ვიყავი და Real TV ჟურნალისტი ტელეფონით ესაუბრა, სანამ კითხვას დასვავდა, რამოდენიმე წუთით ადრე. შემდეგ აქტიურად დაიწყო სვლა წინ და კატეგორიულად მოითხოვა მიკროფონი. მე მეგონა რომ ალბათ ოკულტურ რაღაცებზე დასვავდა, ოკულტურ თემებზე, ხო, შალმაგიაზე, ხო და დასვა ბეღურაძე, ხო და თუნდაც რომელიც მერცხალი ყოფილა. კი და მიიღო კიდეც
შესაბამისი პასუხი, რომ ბიზნეს თურმე არ სურს, რომ კითხავების დრო დაიკავოს ამ ტელეარხზე და პრაქტიკულად მაგით თქვა, რომ ანუ მერაბიშვილზე უფრო მაღალი წარმოდგენა ჰქონდა, ანუ ვიდრე მისი ტელევიზია ღაღადებს. რაც დასწრესა სამჯერ მეტი მიიღო მაგ კითხვის ავტორმა. კარგით, მოდით ვილაპარაკოთ არსებითად. რა დაინახა საქართველოს მოსახლეობამ? როგორი ბიძინა ივანიშვილი დაინახა? ვინ არის ბიძინა ივანიშვილი ეხლა საქართველოს მოსახლეობისთვის? უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის დღევანდელი დღე იყო პირადი აღმოჩენებისა და კერძოდ ბიძინა ივანიშვილთან გაცნობის თარიღი არა ოქტომბრის ბოლოა, როგორც ეს მოხდა უმცირესობისთვის, არამედ ნოემბრის დასაწყისი და ამით რასაკვირველია ის გახდება კიდევ უფრო აქტუალური ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს არ გახლავთ ჩემი აზრი, რამოდენიმე დაწესებულებიდან, სადაც ასე ვთქვათ, კოლექტიური ყურება იყო. სახელმწიფო დაწესებულებს გულისხმობ? სახელმწიფო დაწესებულებებს აბახოთ. შეიძლება კოლექტიური ყურება იქ კიდე? ნუ როგორც ჩანს, ამის საშუალება არის. კი ბატონო, რა თქვეს იმ დაწესებულებებმა, რა სიგნალი მოვიდა? საერთო დასკვნა ასეთი იყო, რომ მიშისტების, გაბიძინისტების პროცესი დაიწყო. მართლა? აი ამ გადაცემის გამო და მე მგონი თანაბარი წვლილი ასეთ მოდერნიზაციაში აზროვნებისა მიუძღვით როგორც თავად ბატონ ბიძინას, ასევე სახელმწიფო ჟურნალისტებს. სხვა შორის ივანიშვილი ძალიან ოსტატურად გამოსტილი ეზუიტი პოლიტიკოსის მსგავსად აგებს თავის გამოსვლებს, კონკრეტულად გულისხმობ იმას, რომ თავარ მტრად და მოწინააღმდეგედ არა ნაციონალურ მოძრაობას, არა ვიღაც საშუალო გოლის ან ოდნავ უფრო მაღალი, შეიძლება ძალიან მაღალი გოლის ჩინოვნიკებს კი არ ასახელებს, არამედ კონკრეტულად მიუთითებს მიხეილ სააკაშვილზე. ამით თითქოს სიგნალს აძლევს სხვა ადამიანებს, სხვა მინისტრებს, სხვა პირებს, ხელისუფლებაში მყოფ პირებს, რომ თქვენ ჩემ გვერდით დადექით, თქვენ მიატოვეთ სააკაშვილი და არ დაგსჯითო. მე ეს ნოტები ესეთი განწყობა ამოვიკითხე. მე ვერ გეტყვით, რომ ეს თქვენი აზრი განსხვავებულია ჩემისგან. რადგან დიახაც სრულიად მკაფიო იყო ეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე აქცენტი და მისი წარმოჩენა როგორც იმ რეალობის შემოქმედისა, რომელმაც საქართველოს დღევანდელ ვითარებაში მიიყვანა ისეთად, როგორიც არის და თანაც დასკვნებით საკმაოდ მომაკვდინებელი იყო მსგავსი იმისა, რომ დღეს სააკაშვილს საკუთარი დედაც აღარ მისცემს ხმას. იცით კიდე რა შევნიშნე? ყველა მახეს, რომელიც ტრადიციულად იგება ხოლმე პროსახელისუფლებო მედიისგან, ეს არის რაღაც საკრალური შეკითხვები, რომ ბურჯანაძე ჩაჭრეს ასე, რომ ოკუპანტს თუ დაუძახებ რუსეთს და მსგავსი შეკითხვები რუსულ კვალზე, უპასუხა ისე, რომ არ ჩაჭრილა. კი, და მე არ გამკვირვებია მართალი გითხრათ, იმიტომ რომ ჩემი პირადი ნაცნობობა მასთან, რომელიც უბრალოდ 10-20 დღის წინ შედგა, მარწმუნებდა იმაში, რომ მას არ გააჩნია, ესე იგი, აუცილებლობა რაიმე ღრმა დაფიქრებისა იმისთვის, რომ სიტუაციიდან გამოვიდეს. სწრაფი აზროვნების, ახლა მე არც მიკითხავს და მე მგონი არ ყოფილა ასე, რომ ის სკოლის ასაკში ყოფილიყო, თქვათ, კავენის გუნდის აქტივისტი, რომ შეჩვეულიყო ბავშვობიდან შეჩვეულიყო ასეთ აქტიურ დროში შეზღუდულ პასუხებს. ერთს კი ნამდვილად განსხვავებულას მოგახსენებთ, კავენი არა თუ მაგის დროს, ჩემ დროს იყო. და ჩემ სკოლის მოწაფეობის დროს. თბილისის პირველი საშუალო სკოლის გუნდის კაპიტანი გახდით მე-10 კლასიდან და შემდგომ ამ სკოლის კავენის კაპიტნური შეკითხვა შეიძლება დაგისვათ უცებ? ბრძანეთ. ესე იგი მიშა და ბიძინა. დაამთავრეთ ფრაზა. საქართველოს აღარ მიიძინა. ხო, აი ეს ლექსად თოსოცის გაშვილი არა, თუდი შეფასებას არ იმსახურებთ. დაუბრუნდეთ ისე კონფერენციას. იყო შეკითხვები რუსულ კვალზე, კონკრეტულად ლებედევიო თქვა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გაუსწრო ლებედზე მეკითხებითო და ასე შემდეგ. თქვენი აზრით ეს პასუხები და
იმის თქმას, რომ კი ბატონო, მკითხეთ, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი, ეს ქართულ ხალხს არ აინტერესებს. იყო თუ არა დამაკმაყოფილებელი პასუხი მოსახლეობისთვის, მე ნაციონალური მოძრაობის ჟურნალისტებს არ გულისხმობ. არა, იცი თუ საუბარია მაინდა-მაინც ბეღურების, კვების თემაზე და პინგვინების მადაზე, რასაკვირველია, ეს შეიძლება გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს ნებისმიერი მსმენელისთვის. პინგვინების მადა მე მგონი სასაცილო იყო. ხო, ნუ არც გამაღიზიანებელი არის. რისგან იყო დასმული გააჩნია. როცა ამას გისვამ სახელმწიფო მედიის ფლაგმანის წარმომადგენელი, ნუ მაშინ ეს თავიდანვე დამცინავ ტონად აღიქმება, მაგრამ აქაც ძალიან ღირსეულად იმავე მიიღო თამაშის წესები, გადავიდა მის მინდორზე და იქაც მე მგონი მიაღწია წარმატებას. ჩემთვის ყველაზე უფრო რაღაც ხელშემშლელი ფაქტორი აი ამ პროცესში ჩაღრმავებისა იყო რასაკვირველია ორგანიზაციული მხარე მისი მოწყობის, პრესკონფერენციის. ხარვეზები იყო თქვენი აზრით? რასაკვირველია, იგრძნობოდა ხარვეზები, მით უმეტეს ტელეეკრანზე, სადაც ყველა ფრაზა ისმოდა, ყველა მიკროფონიდან ერთდროულად და რაც თავი არისმოდა დასაწყისში თავად ესე იგი ივანიშვილის სიტყვები და საკმაოდ დრო დაჭირდა ვიდრე ეს ხარვეზი აღდგებოდა. როგორც ჩანს პრობლემები იყო შესასვლელშიც, თუმცა ეს ძალიან გაზვიადებული მეჩვენება იმ ჟურნალისტების მხრიდან, რომლებსაც არ უნდა უკვირდეთ ჯიბეების გადმოტრიალება და ჩანთაში ჩახედვა. მე მაგალითად არ ვიცი, სად გავახსენო პროტესტი, არ სიამოვნებს, მაგრამ ვექვემდებარები წესს, როცა ოპერაში შესვლისას ჯიბეებს მიტრიალებენ, ვიცი რომ იქ მელოდება ბატონი სააკაშვილი. როცა სააკაშვილი და დღეს, როცა სააკაშვილმა ოფიციალურად გამოაცხადა ივანიშვილზე ნადირობის სეზონი. ყველა მიმართულებით, საბედნიერო ჯერჯერობით ცეცხლსროლი იარაღის გარეშე, თუმცა მას ასეთი იარაღით თავდაცვის საშუალება მოუსმოდა განაიარაღა მისი დაცვა, ხომ? რატო უკვეთ ჟურნალისტს, რომელიც თავადაც ასეთი აი მწევარის როლის შემსრულებელია და უარს არ ამბობს, რომ სანადიროდ გამოსულ ხელისუფლებას, ესე იგი ადვილად მიეხმაროს. ესე იგი გაუწიოს და სოსო ფისკარიშვილია დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი, ჩვენ რეკლამას ვნახავთ და შემდეგ დავბრუნდებით სტუდიაში რეკლამა. ბრუნდებით სტუდიაში თვითფასტელი მაყურებელო ბატონი სოსო ფისკარიშვილი არის საქართველოს ჯერჯერობით მოქალაქე, ვისაც დასაწყისში არ გაქვს თანახი ჩემს ამ ირონიას ვერ გაიგებთ, მაგრამ კარგი. ჩვენ საუბრობ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე, რა მთავარი გზავნილი მოვისმინეთ ჩვენ. რა გავიგებთ. როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული საქართველო? შევითხრეთ ოდნავ მაინც? უბრალოდ ყოვლისა პირველად ასეთი დიდი აუდიტორიისთვის ქართული მაყურებლებისა დაფიქსირდა ის მიუღებელი მხარეები, რის შეცვლასაც ასეთ დაბეჯითებით აპირებს ბატონი ივანიშვილი, გარდა ამისა, მისი უსაზღვრო ოპტიმიზმი წარმატების მიღწევის, რომლის რესურსების მიმართ კი იყო რამოდენიმე შეკითხვა, მაგრამ იმდენად დაბეჯითებით და არა მხოლოდ სატელევიზიო, არამედ პირად საუბრებშიც ის ცდილობს დაგვიდასტუროს, რომ სხვა ალტერნატივა პროცესების განვითარებას არ გააჩნია, რასაკვირველია კანონიერ ველში და ამიტომ ეს თავისთავად ოპტიმიზმის საკმარისად მნიშვნელოვანი წყარო გახდება ჩვენი არა მხოლოდ ტელემაყურებლებისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც ამ ტელემაყურებელთა პირიდან მოისმენს უკვე ისეთებიც, რომელსაც საერთოდ არ დაუნახავთ სახეზე ივანიშვილი. ხოლო ჩემთვის მაგალითად საინტერესო იყო სრულიად მკაფიო პოზიცია ავღანეთის და ზოგადად საერთაშორისო ვალდებულებების მიმართ. მან განაცხადა, რომ ავღანეთში მონაწილეობის მიღება ავღანურ ოპერაციაში არის კარგი საქმე, თუმცა ოდენობა ჯარისკაცებისა, რომლებიც იქ უნდა იბრძოდნენ, დასაზუსტებელია და მან ეს ჯერჯერობით არ იცის. ეს შესწავლის და შემდგომ პასუხის თემაა ასე ბრძანა, აბსოლუტურად სწორია. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ თემა არაპოპულარულია
პოპულიზმისთვის ხელი კარგი იქნებოდა ეთქვა რომ ჩემი ხელისუფლების რასაკვირველია გამოვიყვან ჯარს უფრო მეტი ადამიანის გულს მოიგებდა ის რომ ნადირობდეს არც მამამურჩევლის ხმაზე თუმცა იქნება ამერიკელების გული მოიგო რას ფიქრობთ ამერიკელებს როგორმე პირველი არხის გარეშე გააცნობს თავის პოზიციას და ამის პირველი მაგალითი თვითონ ბატონმა ბასმა გვაჩვენა და ამერიკელებს მის მიმართ ინტერესი ბევრად უფრო აუმაღლდათ მას შემდეგ რაც ჩვენმა გონიერმა ხელისუფლებამ გაიწვია საკუთარი საპატიო ელჩი თანამდებობიდან მას შემდეგ რაც ბატონი დარბაიძე უარზე წავიდა და არ ჩამოხსნა ბასის და აი ეს რაღა არის მე იცით რა მგონია რომ ივანიშვილის პიარ ჯგუფი არ მუშაობს და მუშაობს სააკაშვილის პიარ ჯგუფი ანუ სააკაშვილის პიარ ჯგუფი მუშაობს ბიზნესზე მე რამდენიმე ინტერვიუში აღნიშნე სრულიად გულწრფელად ყოველგვარი ცინიზმის გარეშე რომ სწორედ სააკაშვილის ქმედებები არის პიარ კამპანია ბიზნესთვის და რომ ნუ თუ ეს ყველაფერი მართულია პრეზიდენტის დონეზე მაშინ ბატონი მიხეილია თავკაცი ამ მაგალითად პირველ რიგში შეეძლო და არ ჩართავდა ის ამ კონფერენციას პრეს კონფერენციას პირდაპირ შიტყოდა რომ ჩვენ შევთავაზეთ ნებისმიერ ток-შოუში მოწვევა და ჩვენ არ გვინდა რომ ჩავრთოთ ესეთ პოზიცია მათ ჰქონდათ რატომ შეიცვალეს თქვენი დამოკიდებულება იცით ჩემთვის სულიად ცხადია რომ ამ კონფერენციის შემდეგ მათ წააგეს ჩემთვის პირადად ეს ცხადია კი თქვენ ვერ დაარწმუნებთ მაგაში იმ ჟურნალისტურ სპეცნას რომელიც პირველ მოქმედებაში ასე აქტიური იყო უკმაყოფილოები იყვნენ ბოლოს იყვნენ უკმაყოფილოები რასაკვირველია იმიტომ რომ მათ გული ვერ მოიფხანეს მათ მეტი ჰქონდათ როგორც ჩანს დავალება არა მათ ნახეს ინტერვიუ ჟიჟილაშვილთან სადაც ივანიშვილმა დაუშვა შეცდომა და აღელდა და ეს იყო მარტივი გზა მათთვის პროვოკაციული შეკითხვებით. უბრალოდ შეკითხვები კი არ იყო პროვოკაციული. ჩაკითხვის რეჟიმი იყო, მუდმივი ჩაკითხვის რეჟიმი. ცნობილი ხერხია რომ უფანტა ყურადღებას და შეიძლება წონასწორობიდან გამოიყვანო და მათ უნდათ გაბრაზებული ივანიშვილის კადრის მიცემა მთელ საქართველოს. საკუთარ შეცდომებზე სწავლის უნარი ყველაზე აუცილებელია ჩემის აზრით პოლიტიკოსისთვის, რაც სამწუხაროდ ვერ შეინიშნება დღევანდელ ხელისუფლებაში, რადგან საკუთარი შეცდომის აღიარებას ურჩევნიათ საერთოდ გააგდონ ადამიანის სამსახურიდან. ვიდრე თქვან რომ მას რაღაც შეეშალა. სახელმწიფოზე მომუშავე ხელისუფლება სამთავრობო სტრუქტურებში მომუშავე ხალხს გულისხმობ, მათში გაჩნდა თუ არა გარკვეული ფიქრი იმის თაობაზე, რომ არ უნდა იყოს ეს ცუდი კაცი და არ დამარბევს, არ მოხსნის, დევნას არ დამისწრებს, შეიძლება დამტოვოს კიდევაც და დამაწინაუროს თუ პროფესიონალი ვარ. გაჩნდა თუ არა ეს ფიქრები? ვიცით, არ მგონია, რომ სახელმწიფო მოხელეთმა დიდმა ნაწილმა ასეთი თავისუფლების ხარისხი მოიპოვოს, თუნდაც მხოლოდ დღევანდელი პრესკონფერენციის ხარჯზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სახლში მიბრუნებულებს მათ ოჯახის წევრები თავად დაუსვამენ ასეთ შეკითხვას და ეს თემა ოჯახურ გარემოში იტრიალებს. მაგრამ ამისთვისაც მზად არის ხელისუფლება ჩემის აზრით, დინაგდეთ შემთხვევაში არ დაიწყებოდა წინ სწრებად ანკეტების შევსების ვალდებულება სახელმწიფო მოხელეების, თუნდაც ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა ზაფხულის, როცა ყველა თავის თანამშრომელს ავსებინებენ ანკეტას არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის, არამედ დედაშვილების, ბიძაშვილების, მამიდაშვილების, ვარების სახელებით, პირადობის მოწმობით, სამუშაო ადგილებით. დედაშვილის მაგალითად უნდა მიუთითო? ეს ხო უკანონოა. ეგ კითხეთ მინისტრს. თანამდებობით იცით რომ ეს ქვეყნდებოდა აგვისტოს სექტემბრის პრესაში, რომ ჯანდაცვის სამინისტროში ბრძანების ასლი დოკვირის პალიტრაში ამ თემაზე ავსებინებენ თანამშრომლებს ანკეტას, რომელშიც ეკითხებიან, ვინ არის დეიდაშვილი და დეიდაშვილი სად მუშაობს, თან იდენტიფიკაციის ნომერი მისი, საცხოვრებელი ადგილი და ყველაფერი. ეს კოშმარია. ის იმისთვის რომ საარჩევნო სია დაადგინონ, თურმე არც სახსრები ყოფნით, არც ზალა და არც ხალხი. ასეთი აღრიცხისთვის კი ყოფნით. ამიტომ ესე იგი სიდამფრთხლის ხარისხი სახელმწიფო მოხელეებში მაღალია და ამის კიდე ერთი მაჩვენებელია
აი უკიდეგანო ნეროზი, რომელიც სააკაშვილის ნეროზია ზუსტად ჩემს სულაც ცხადია, იმიტომ რომ დაბალ საფეხურებზეც არის. საკვირველია. საშუალო დონის გულისხმობს. სამინისტროს თანამშრომლები. მაგალითად რა შვები? მაგალითად, როდესაც ეკონომიკის სამინისტროს შენობასთან გაივლით, ხო. ნახავთ, რომ საღამოს 9-10 საათზე პრაქტიკულად ყველა ფანჯარაში შუქია. მუშაობენ, ყიდია რაღაც. იმდენი მაგათ რა უთხარი. რატო? მათ აქვთ ვალდებულება, რომ იყვნენ იქ, ვიდრე რომელიმე ხელმძღვანელი არის შენობაში. ამდენი რა აქვს სამუშაო გამაგებინეთ. ვერა ქობალიას მაგალითად. ხო, ეხლა ვერა ქობალიასთან დაკავშირებით ცალკე თემაა და მithumetes ბიძინა ივანიშვილის მასშტაბებთან და კონტექსტში ხო, მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, თუ ვერ გზნობენ და მე შემიძლია მხოლოდ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გითხრათ, რომ გზნობენ სააკაშვილის პრობლემას, ანუ მართლაც გარკვეულწილად ივანიშვილი მართალია, როდესაც ბევრ უბედურებას ამ ერთ კონკრეტულ პირს უკავშირებს. და მან თქვა, რომ პოლიტიკაში მოსვლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ დაინახა შემდეგი. სააკაშვილს სურს მესამე ვადით მოსვლა პრემიერ-მინისტრის რანგში. და ეს იქნებოდა დაღუპვა ამ ქვეყნისთვის, მეც ასე მიმაჩნია, ვეთანხმები 100%-ით. და ნაციონალური მოძრაობის მოაზროვნე ნაწილი და უძახთ, არ ვიცი, ინტელექტუალური ბაზა არიან, ხო, ვიღაც მიშისტი ინტელექტუალები, ხო, რომლებსაც ბიუჯეტიდან აფინანსებენ და ასე შემდეგ. ისინი თუ ვერ ხვდებიან, რომ მესამედ მოსული სააკაშვილი არის პრობლემა, როგორც ქვეყნისთვის, ისე თითოეული მათგანისთვის, ხო? იმიტომ რომ ამას ბოდიში რუსულისთვის და არ გააправეს არც დასავლეთი ასე იოლად, არც არც საქართველოს ხალხის პრობლემაა ეს. გეთანხმებით, რომ პრობლემაა და ეჭვი არ მეპარება, რომ ხვდებიან ამას. მაგრამ თუ არ ვხვდებით, დღევანდელ რეზონანსია ინტერვიუ რამაზ საყვარელეძის, რომელიც ძალიან დამაჯერებლად გვიხსნის რატომ არის განსხვავებული ადამიანის სურვილი და მისი ქმედება ერთმანეთისგან. და სრულიად შესაძლებელია, რომ სიმპათია იყოს ერთი პიროვნების მიმართ და ქმედებით გამოიხატებოდეს ეს სიმპათია მეორე დაადასტურო სინამდვილეში საკუთარი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. რასაკვირველია, ეს ის შიში გახლავთ, რომელიც არასოდეს არ შეიცავს ესე იგი სიყვარულს, შეიქმს უკაცრავად შეიქმს სიყვარულსაო. ასეთი შიში ხელისუფლების მიმართ და ზემდგომის მიმართ სიყვარულის მომტანია ნამდვილად არ არის, მაგრამ ზიზღსაც ვინ როგორ შეძლებს რომ დამალოს, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ნიჭიერნი არიან ამ ზიზღის ამომცნობნი. და ასეთი პრევენციული ზომები, როგორც საქართველოს მოქალაქეობის წართმევა არის ამერიკის მოქალაქეობის, მაგალითად, ფულის გადაცემა, ნებისმიერ ნაბიჯი, ქვების დაპატიმრება. ხო, შენობის. და ბევრი ასეთი, რაღაც პირადი საკუთრების ტერიტორიაზე რაღაც საკვირველად წარმოჩენილი სხვა კომპანიის მიერ რაღაც სამშენებლო მასალების შეტანა. ხო. ეს არის მიზანმიმართული გეგმა. ნიჭიერები ყავთ ხელისუფლებაში. ხო, მაგრამ რაზე მუშაობს ეს გეგმა? რესურსების გამოფიტვაზე, რაც შეუძლებელია. მუშაობს იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები დრო დარჩეს ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაზე საფიქრებლად. მე ნოდარ ჯავახიშვილს ვესაუბრე დღეს ნახე იქ და მითხრა შემდეგი რამ, რომ ბანკ ქართულში ხომ არიან შემოწმებლები. და ისინი ბანკის მუშაობას ზოგადად კი არ აკონტროლებენ, არამედ აკონტროლებენ თითოეულ გადარიცხვას. სად მიდის და სად ირიცხება ფული. და მათი ვიზის გარეშე, ოღონდ ესე ვიზის გარეშე ვერ ვიტყოდი, რა თქმა უნდა, მაგრამ მათი მეთვალყურეობის გარეშე ეს პრობლემაა და რაც რა თქმა უნდა, ახლა ეს არის მაიმუნობა. ნეტა კიდე რომელ ბანკშია ეს პროცესი დღეს? ხო არ დაუზუსტებია ბატონო და. ბევრი ბანკია ეგეთი. უკვე. ქართულმა აკადემიამ განაცხადა საკუთარი მოწოდების შესახებ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გახსნა სანაბარი ქართულ ბანკში. მე ვიყავი დღეს დილით ჩემი გადაცემის ფორმატით და ვნახე, არა მარტო ცნობილი ადამიანები, ხო, იქ ერთ-ერთი პენსიონერიც ჩავწერე, რომელმაც თქვენს რომ უბრალოდ სხვანაირად არ შეძლო და თავისი საპენსიო წიგნაკი, საპენსიო ანაბარი გახსნეს, წამოიღეს სხვა ბანკიდან და გახსნეს აქ. ნამდვილად მე სრულიად ვიზიარებ ასეთ, ესე იგი, პათოს და ჩემი პროტესტის გზნობა ახლა მე ქუჩაში დგომით და სირბილით ნაკლებად ეფექტურად მიმაჩნია, მაგრამ
მე რასაკვირველია არა მხოლოდ საკუთარს, არამედ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის ანგარიშსაც გავხსნი ქართულ ბანკში. დაუბრუნდით კონფერენციას, საათ და 25 წუთიან კონფერენციას, რომელიც 40 წუთი უნდა გაგრძელებულიყო. კაპაციტეტებით უყურებდა, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ბოკერია, ყველა უყურებდა. დასკვნებს ალბათ, არ ვიცი, გამოიტანენ თუ არა. როგორ ფიქრობთ მომავალში დაუთმობენ თუ არა ნაციონალური არხები კიდევ ეთერს ივანიშვილს? იცით, ეს რომ მხოლოდ ხელისუფლების ნებაზე ყოფილიყო დამოკიდებული, არც ამ ეთერს არ მისცემდნენ. ანუ უთხრეს უცხოელებმა. მაგრამ როდესაც ხედავენ, რომ 18 ელჩი ესე იგი მონაწილეობს შეხვედრაში. დიახ, პირდაპირ საერთო კრება იყო აკრედიტებული დიპლომატების ბატონ ბიზინას რეზიდენციაში და ინტერესი მე საზღვარგარეთული მედიის ამ ფაქტის მიმართ თვითონ რო აღვივებენ ამ ინტერესს ვერ ხვდებიან. მაგრამ როგორც კი არა, ნუ ახლა რაც შეასაქმეთ, პირველ არხს მადლობა იმ ვაჟკაცობისთვის, რაც დღეს ჩაიდინეს და რა ფორმითაც არ უნდა ყოფილიყო ეს აჩვენეს საქართველოს. როგორ ძალიან აქტიურობდა, ანუ ყველა ჟურნალისტებს მადლობას ვერ ვეტყვი ამ სახელმწიფო მედიისგან, მე მათ უფრო უთანაგზნობდი და უბრალოდ დაუწუნებდი პროფესიონალიზმს და მოქალაქეობრივ ხარისხს. არა, მოქალაქეობრივ ხარისხი იქით იყოს, მოდი მორალზე ნუ შევჩერდებით. მათ აქვს ძალიან მკაფიო დავალება, რომ როგორმე ჩაძირონ ივანიშვილი. მაგას გულისხმობ, რომ უნდა იყო ადამიანი გულსრფელი. მე პატივს ვცემ ყველა განსხვავებულ აზრს, მათ შორის ჟურნალისტისაც, მაგრამ როცა ის ივალდებულებს თავს მისთვის ნაკლებად მისაღები საქმიანობით და ამაში დიდ სიამოვნებას ვერ ხედავს, ნუ ეს უკვე შეიძლება უთანაგზნო, მაგრამ საკუთარი ნაყოფილებით ვერ დაიწყო. ჩვენ ვიცით ხელისუფლების კოზირები ჭალებში, ბატონო, იყოს ჭალებში, ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არის რუსეთში იშოვებული, ესე იგი რუსეთის აგენტი ხარ, ეგ ერთი. მეორე პინგვინი ყავს და მეცხრებს კი არა, ბეღურებს ჭამს და რატო ყავს პინგვინი? მდიდარი ხარ, ესე იგი მდიდარი ხალხი, ცუდი ხალხია, ეს ბოლშევიკური, ნეობოლშევიკური რაღაც ლუმპენური რეალტიური მიმართულება, ეს ორი. მესამე სექტის წევრი ხარ, ეს დაახლოებით იგივე ოპერიდან არის. მეოთხე მათ ჰქონდათ მიმართულება ასეთი, რომ დასვეს მართალია არასამთავრობო მედიის წარმომადგენელმა დასვა, დამოუკიდებელი ნეტგაზეთის წარმომადგენელმა დასვა, მაგრამ ნუ ეს აზრი ღვივდებოდა და ერთ-ერთი მიმართულება ალბათ ეს ჰქონდათ, რომ ტრადიციული შეხედულების კაცი ხარ და აი რა სიტყოდი სექსუალურ უმცირესობებზე ან და სხვა უმცირესობებზე. ნუ იქ კიდე ქურდულ მენტალიტეტზეც ჰქონდათ რაღაც შეკითხვები. ლებედი ეს არის სერიოზული კოზირი ჭალებში ისევ და ნუ მალკინი ერქვა იმ კანადაში. თვითონაც აღარავს უზვარი იმის. და ეს სისულელეები იყო. ანუ ბადრიზე რაც ჰქონდათ იმასთან შედარებით იმის ნახევარი მეოთხედიც არ არის. რას ნიშნავს ეს? თუდად მუშაობს თუ უბრალოდ კომპრომატები არ არის? თუდად მუშაობს ვანო მერაბიშვილის უწყება თუ? ვანო მერაბიშვილი ყოველთვის კარგად მუშაობს. თავარია мотиваცია მისი. აღარა, мотиваცია თქვენი აზრით. მაგრამ ის ნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება. თვითონ ის ფაქტი რომ რაიმე პირად როლს ესე იგი ვერ პოულობენ რამე ესეთი კომპრომატის სახით. ასაკურელია ადასტურებს იმას, რომ არც ერთი 1%-იანი წილით რუსეთში პუტინი არ ინტერესდება. არ არის მის ინტერესის სფეროში 1%-იანი ბიზნესმენი. და ასეთი პირდაპირი ინტერესი ადამიანის მიმართ, რომელიც ფართო სპექტრით არის დაინტერესებული სხვადასხვა მიმართულებით საბანკო საქმეებში, შენებლობა, ფარმაცევტიკა, სოფლის მეურნეობა, გაზი და ნავთობი, ხომ? ნუ ეს თავისთავად დიდი ცოდნის მომტანის არის გარდა სიმდიდრისა, ასე ლატარიის წესით არ ხდება აქ წილების შეტანა აქეთ-იქით. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ პუტინის გარეშე ეს არ მოხდებოდა, ნუ თუ
ასე ვიწყებთ, მაშინ მართლა უნდა გავყვეთ თანამიმდევრულად. ჩემი შენ გითხარიო გული მოგიკალიო იყო დღეს ნათქვამი. სწორედ ასეა, საქართველოში როგორ არის უკაცრავად? არა, ივანიშვილმა ახსენა ორი გვარი, საქართველოს მოქალაქეობაზე იყო მაშინ საუბარი, როცა ამ გვარებს ახსენებდა ბენდუკიძე და ვაშაძე. ამას გახსენება არ ჭირდება ქართული საზოგადოებისთვის, ყველამ კარგად იცის, ესე იგი, რა თანამდებობიდან ჩამოვიდა აქ ბენდუკიძე და სამხედრო თავდაცვითი საბჭოს წევრი გახლდათ პირადად პუტინთან არსებული საბჭოსი. და შესაბამისად თუ დააკვირდებით ივანიშვილის პირადი კერძო ესე იგი მართლობაში არსებული ბიზნესი 2004 თუ 6 წლამდე არ არსებობდა. 4 წლამდე. მას ჰქონდა ესე წილი აქეთ-იქით. მან მხოლოდ 2 ქარხანა შეიძინა უკვე არ მახსოვს 4-ში თუ 6-ში, მაგრამ მას შემდეგ რაც ამ ქარხნებით დაინტერესდა პუტინი, ის გაიყიდა და აღარც ჩასულა მას შემდეგ რუსეთში. ხო, ის ამბობს რომ 9 წელი არ ყოფილა რუსეთში. ესე იგი 9 წლის ამბავია. ასე თუ ისე, ხლა ვერავის ცხადია გარანტად ვერ დაუდგები იმ ცხოვრების პერიოდზე, რომელიც აბსოლუტურად უჩინმაჩინის ქუდით გაატარა, რაც ნელია ხლა საჯარო პოლიტიკაში მოსულ კაცს, რაიმე ინდულგენციები გასცე გასულ წლებში. თუმცა, როდესაც შენი ძახი რომ კრემლის ინტერესებს ასრულებს თვალსაზრისით, გასაკვირველია. რა უნდა შენ ახლა ცოტა ხარემ ცოტა ხო, არგუმენტები უნდა გაამყაროს. ხო, ჩვენ ახლა სადახანში გვექნება არგუმენტების ანონსი. ანუ პრეზუმპცია უდანაშაულობისა ამბობს იმას, რომ სულაც არ არის ვინმე ვალდებული ამტკიცოს, რომ ის უდანაშაულია. მისი დანაშაულიდან დამტკიცდა საკითხი. რაც პრაქტიკულად დანაშაულის სახე არ არის. მაგრამ დღეს ნამდვილად არ ყოფილა ბრალდება იმაში, რომ ქართველი ხელოვანები, ქართველი მეცნიერები, კულტურის მოღვაწენი, რაგბისტები, რაიმე უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავენ აი ამ ადამიანის მიმართ, უფრო მეტიც რაგბისტებს ეჭვიარეპარებათ, რომ თუ ხელი შეეშლება ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, მათ ვეღარავინ იხილავს შემდგომ მსოფლიო ჩემპიონატებზე. მომღერლებს შეიძლება იმღერონ, თუ ვერ იმღერებენ, იღიღინებენ მაინც. რაგბისტებს ასეთი მხარდაჭერის გარეშე გაუჭირდებათ. მოდი ასე ვთქვათ, რა რესურსი აქვს ბიძინა ივანიშვილს? გამოჩნდა რომ მას აქვს იუმორის ნობა, გამოჩნდა რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ტერმინოლოგიებს ვერ ხმარობს და რიტორიკა მისი არ არის პოლიტიკოსის რიტორიკა და ხშირად ქართული სიტყვების წარმოთქმაშიც რაღაც შეცდომებს უშვებს, მას აქვს გარკვეული მიმზიდველობა, ჩვენიანია, ასე ვთქვათ, თუ ჩვეულებრივი კაცია, მას ეს აქვს. ქველმოქმედება, რომელიც მან გასწია, ეს არის მისი პლუსი. მისი უარყოფითი რაღაცების არის ძალიან ჩემი აზრით უხეში შემოჭრა ქართულ მედია სივრცეში და რამოდენიმე ბრალდება, რომელიც მან ტელეკომპანიებს კონკრეტულად ჩვენს ტელეკომპანიას წაუყენა, მაგრამ ეს თემა ამოიწურა უკვე, რამდენიც მე ვიცი და ზუსტად ვიცი და მისი უარყოფითი რამ, რაც მას ახასიათებს, ეს არის გამოცდილების არ ქონა. რაც ასევე შეიძლება დადებით კონტექსტში განვიხილოთ ეს ესეთი ამბივალენტური რამეა. აი ეს როს დავდოთ სასწორზე. დღესდღეობით სასტორი რომელ მხარესი ბიძინას სასარგებლოდ იხრება თუ საწინააღმდეგოდ. ჯერ აი ამ ეტაპზე, როცა სააკაშვილი სისულელეებს ჩადის და მას სერიოზული ბრძოლა ჯერ არ დაუწია. რასაკვირველია ჩემი აზრით რეაქციაც ქართული საზოგადოებისა მოწმობს იმაზე, რომ ეს ინტერესი უსაფუძვლო არ არის და განსხვავებით იმ პოლიტიკოსებისაგან, რომლებიც იპყრობენ სატელევიზიო სივრცეს, ბატონ ბიძინას სრულიად მკაფიო ბუნებრივი გზავნილი აქვს თანამოსაუბრესთან საზოგადოების მიმართ. ის არის ზოგადად კეთილგანწყობილი, სიკეთის მთესველი ადამიანი, უზარმაზარი პასუხისმგებლობის მქონე
სხვაგვარად მინუსი რა ადამიანი. აქვს ახლა? მე გახსოვთ სააკაშვილის ნაკლზე რომ მქონდა გადაცემა და ვერ მიგასწრეს და ეს არ გამოვიდეს. სააკაშვილის ნაკლი არ აქვს თუ არა მე ხო და ისე გავაკეთოთ რომ ნაკლი რა არის რა აქვს მას ნაკლი? ნაკლი აქვს ჯერჯერობით ის, რასაც ვფიქრობ თვითონვე ხვდება და სწორედ ამის გამოსწორებისკენ არის მიმართული მისი აქტიობა ახლა, მას არ გააჩნია საკმარისი გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობა. გემშვიდობებით, ბატონ სოსოს ვემშვიდობებით, ბატონ სოსოძის კარიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მართლაც ვერ ვალავთ მაყოფილებას ამ პრეს-კონფერენციით, შემიძლია პირდაპირ თქვა, ცოდვა გამხელილი ჯობს, კარგია ეს რაც ხდება და მიხარია, მოკლედ რომ ჩატარდა ეს დღე ნორმალურად და თუნდაც იმით არის ერთი ნაბიჯით მოახლოვდით იმ ყველაფრის დასასრულსაც ასე არ მოხდა. საინტერესოა ეს დღე იმითაც, რომ ყველაფერი იყო ბუნებრივი, კი, ეთქობოდა ნატურალური. რომ რეჟისურა არ იყო საერთოდ და აი ასეთ ვითარებაში სრულიად ასე ანუ ივანიშვილის ურეჟისურობამ სააკაშვილის რეჟისურობას აჯობა. ნამდვილად. კარგად ბრძანდებოდეთ ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე გემშვიდობებით, ჩვენ ერთმანეთს ხვალ 19:00-ზე შეხვდებით ნახვამდის.